რეკორდული ბიუჯეტი აჭარისთვის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით თანხა მილიარდ ლარს აღემატება. რეგიონისთვის მთავარი პრიორიტეტი წელსაც ტურიზმია, ისევე როგორც ფინანსური სარგებლის მთავარი წყაროც. აჭარის ბიუჯეტი კვლავ უზრუნველყოფს ცენტრალური დაფინანსების მიღმა დარჩენილ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს, ძვირადღირებულ ოპერაციებს და სხვა სამედიცინო მომსახურებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ინფრასტრუქტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა, სოლიდური თანხები ამ მიმართულებით მომავალ წელსაც დაიხარჯება თუკი აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წარმოდგენილი პროექტის სახით დაამტკიცებს. მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე ბათუმიდან. გვექნება უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი 2026 წელს. გადააჭარბა მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. მილიარდ 2 მილიონი ლარი. ასე განისაზღვრა მთავარ საფინანსო კანონში 2026 წელს დასახარჯი თანხის რაოდენობა. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამბობენ, რომ აქამდე უპრეცედენტო მაჩვენებელი რეგიონის სტაბილურ და მზარდ ეკონომიკაზე მეტყველებს. ბიუჯეტში შემოსულობების მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც მოგეხსენებათ, საშემოსავლო გადასახადს უკავია, რომლის პარამეტრები გაზრდილია დაახლოებით 15%-ით. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია რეგიონის ეკონომიკური განვითარების. შესაბამისად, ამ ზრდამ შესაძლებლობა მოგცა წარგვედგინა მაღალი ბიუჯეტი. თავისთავად, მაღალი ბიუჯეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და ასევე გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დავაფინანსოთ, განმახორციელოთ სოფლის მეურნეობის პროგრამები, განათლების მიმართულებებით არაერთი სკოლების მშენებლობა დავგეგმოთ და სხვა ხელშეწყობი განათლების პროგრამები განმახორციელოთ. რეგიონის მთავარ პრიორიტეტად ისევ ტურიზმი რჩება. ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი, რაც ბიუჯეტის ზრდას უზრუნველყოფს, სწორედ ტურიზმია. ამიტომ ტურიზმის დეპარტამენტი კვლავ სოლიდურ დაფინანსებას მიიღებს და გაგრძელდება რეგიონის პოპულარიზაციისთვის, როგორც ახალი ზონების შექმნა, ასევე სარეკლამო კამპანია ქვეყნის შიგნით და გარეთ. 25-ზე მეტ ქვეყანაში მოვახსენთ მარკეტინგულ კამპანიებს ჩვენი ტურისტული პროდუქტებისა, გავაგრძელებთ საერთაშორისო ღონისძიებებში და პლატფორმებზე ბათუმის პოზიციონირებას და საქართველოს პოზიციონირებას, როგორც უსაფრთხო მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებისა, ასევე რა თქმა უნდა გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, დახვეწაზე და სერვისების გაუმჯობესებაზე. სხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებთან ერთად რეგიონის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სფეროა. ავტონომიურ რესპუბლიკაში უკვე წლებია დამატებით ფინანსდება ისეთი პროგრამები, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტის მიღმა რჩება. ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაციები, ონკოდაავადებების მკურნალობა ქვეყნის შიგნით და გარეთ. ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროგრამების, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელსაც დააფინანსებს. წელს მნიშვნელოვანი სიახლეები დავიწყეთ, რომელიც რა თქმა უნდა გაფართოვდება და გაგრძელდება მომავალი წლისათვის. ეს გახლავთ გულის ქირურგია, რომელიც 100%-ით უფასოა ჩვენი მოქალაქეებისათვის. მხოლოდ იმუნოთერაპიის ლიმიტი ერთეულ პაციენტზე 80,000 ლარამდე გაიზარდა 2026 წლისათვის. წელს გახლავთ 70,000 ლარი. სრულად ფინანსდება ონკოქირურგია, ასევე მოგეხსენებათ მოლეკულურ გენეტიკური კვლევა და პეტ დიაგნოსტიკა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. განსაკუთრებით იშვიათი დაავადებები სრულად ფინანსდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბავშვთა მიმართულებით ახალ პროგრამას ვიწყებთ. ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებისათვის და ბავშვებისათვის 18 წლამდე მოიცავს ფსიქოსოციალურ და ემოციურ მხარდაჭერას ფსიქოლოგის და მულტიდისციპლინარული ჯგუფების მიერ. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ოპონირებას მმართველ გუნდს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გახარიას პარტიიდან ცოტა ხნის წინ შესული 2 დეპუტატი გაუწევს. არჩილ სამნიძე ამბობს, რომ ციფრები შეიძლება შთამბეჭდავია, მაგრამ ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას. მისი თქმით, აჭარა კვლავ რჩება საქართველოში მოწინავე კუთხედ, სადაც სოციალური შემწეობების ამარა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება. ამდენად ციფრებს მიღმა მისი შეფასებით ბიუჯეტის ეფექტური გამოყენება უნდა ჩანდეს. უმრავლესობაში კი ოპოზიციის სკეპტიციზმი უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. სოციალური მდგომარეობა აჭარაში არც თუ ისე სახარბიელოა, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში და ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია აჭარაში სოციალურ და შემწეობა მიმღებ პირთა, როგორც რეგისტრირებულ პირთა, ასევე მიმღებ პირთა რაოდენობით და აუცილებლად გავეცნობით აღნიშნულ პროექტს და აუცილებლად ჩვენს მოსაზრებებსა და შენიშვნებს დავაფიქსირებთ აღნიშნულთან დაკავშირებით. თუ რამდენად პასუხობს ის რეგიონის გამოწვევებს, იქნება როგორც სოციალური პოლიტიკა, როგორც უკვე აღნიშნე, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არის
არის გარკვეული სოციალური გამოწვევები და ამ მიმართულებით არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც პასუხობს სახელმწიფო, ეს გახლავთ ჯანდაცვის მიმართულება, სადაც ჩვენ ვხვდებით ძალიან ძვირად ღირებულ სამედიცინო მომსახურებებს, რომლის გადახდის საშუალებაც მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი მთავრობის უპირველესი მიმართულება ის არის, რომ გაძლიერდეს არა მარტო ქალაქები, როგორც ბათუმი, მაგალითად ქობულეთი და ასე შემდეგ, არამედ ყველა პერიფერიებში, ყველა სოფელში, ყველა მოქალაქემდე მივიდეს ის კეთილდღეობა, რაც უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტმა. და ამაში გამოიხატება ზუსტად ეს სტიქით დაზარალებულების ხელშეწყობა, გზების რეაბილიტაცია, ახალი გზების მიყვანა სოფლებში, სადაც სკოლების რეაბილიტაცია ტარდება, ახალი სკოლების შენდება და ყოველ მხრივ მოქალაქეების მოთხოვნილების და მიხედვით არის შედგენილი ეს ბიუჯეტი. აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლეს საბჭოში უკვე გადაგზავნილია. საკომიტეტო განხილვების შემდეგ მთავარი საფინანსო კანონი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.